გახსა კერაცო. აი, აჰა. ეს რა ნახე? მე მგონი გლადიატორია. სათუ ზემოდან ახატია ეს? ორი გლადიატორია. ვიტომ გახსნა. აჰა, მოდი შენ გახსე. აი ნახე აქეთ, ნახე. ნახე რა მაგარი არენა. აი შეხედე? აქ შეხედე? ჩვენი ოჯახისთვის ახლა მნიშვნელოვანი კვირაა. ხუშე დაბადების დღე, ზეგმიშასი და კვირას. ყველა ერთ კვირას. ეკონომის მინისტრი. ეხლა გავიქცევი სამსახურში. და 10% ცენტრში. სიდრო აღარა მოგძვალიან გვაგვიან და სკოლა. უღერო მლაიტლეღებს ხო ჯიჟულაბენ? საერთოდ ნიკუშა გავს ხასიათითაც. არა გვაქვს ხოლმე ეს ფუფუნება, რო ხშირი ურთიერთობა არა გვაქვს, ვერა გვაქვს, იმიტომ რომ დაკავებული ადამიანი და მე ჩემი მხრიდან დაკავებული, ყველა დაკავებულები ვართ სახში. მაგრამ საერთოდ კი იცის მოსმენა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის იცის და სხვათა შორის მე ამას ბავშვობიდან უწყობდი ხელს. ესეც მისი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მე და მე მგონი დედაჩემსა და ჩვენ ოჯახის წევრებს არ გავკვირვებია. იმიტომ რომ ეს პოლიტიკის ინტერესიც ჰქონდა ბავშვობიდან. ძალიან პატარა იყო რუსული კითხვა რო ისწავლე, იმიტომ რომ ის რუსული გაზეთებიც უნდა რომ წაეკითხა თვითონ დამოუკიდებლად ისწავლა. საერთოდ როგორ გახსოვთ ხოლმე თქვენი დაბადების დღეები? როგორ აღნიშნავთ? აი ბებიაჩემ ჩამოიყვანა გოჭები ჯარში. ჯარში? და არაკიც. ჯარ ხაჭაპურები და მისი მეგობრები საშინელი აღფრთოვანებულები იყვნენ. ხაჭაპური. მეგობრები საშინელის ჯარის ოფიცრები და პრაპორშიკები. ისე როგორ ჩვილი იყო კაცი. ამას არ უყვარს ის მოსმენა, მაგრამ ფაქტია. მე ყოველ შემთხვევაში მაყურებელი ადამიანები პატარ-პატარა წყემის გამო ივიწყებენ რაღაცა ძირითაც. მით უმეტეს ქართველები ძალიან ემოციური ხალხია, იცით? და აი რაღაცა წუთიერ რაღაც განწყობილება შეიძლება ბევრი რამე მნიშვნელოვანი გადავაყოლოთ ზოგჯერ. მაგრამ ეს ყველაფერი დაიწმინდება. როცა ვერტმენში ზიხარ, ხტები როგორი პატარაა საქართველო. მარჯვნივად ხდებიან და მარცხნივად. ჩემი ინიციატივით იყო ეს და ბევრი რაღაცა. და ეს არის კერძო ინვესტიცია. რომ დავდიოდეთ, მოგყავდათ, აი მე მივიყვანე კაცი და ისა და 2 ოქტომბერს გაჩერდათ. ბიზნეს და საქმე სახელმწიფო გასაყოფი ერთმანეთსგან. იმიტომ რომ ეს ორი მოტივაცია ერთად არ გამოდის. ეხლა მე მაგალითად ბიზნესში საერთოდ ვერ ვიყო. მაგრამ ვერ ვიყო იმაში, რომ რა უნდა შეუწყო ხელი ინფრასტრუქტურას, რომ აი ეს ტბა მოვიყვა, ეს ტბა რო არ მოგვეტანა, ეს ხო არ გიქნებოდა, ხო? აი ტბა რო გაიგეკეთებია, ამაში ვერ ვიყო. გზა რო არ მოგოყვანა, ეს ამას არ დაიწყებდა. ჩვენ ვხვნით ინფრასტრუქტურას. მოდით კითხავთ, გულახსევათ ბატონო მიხეილ. ბიზნესი და სახელმწიფო ერთი იყო, ამის შესახებ ლაპარაკობდათ. ამბობ და განსაკუთრებით 2 ოქტომბრის მერე. მე პრაქტიკულად არც ერთი ჩვენი თანამდებობის პირი, ну შეიძლება ვიღაც გამონაკლისად ნამდვილად გაჩნდა და ეს შეიძლება გაირკვეს მერეც და ეს არ ვიცი, მაგრამ რაც მე ვიცი და მე ამას ვაკონტროლებ ყოველთვის ძალიან მკაცრად, ნამდვილად არ გამდიდრება. კიდე დაიჯერეთ და კიდე არა. ბევრი ადამიანი ესეთი, ალბათ ვიღაცა როგორც ყოველთვის, მაგრამ რამდენი ეხეც ახლა ჩვენ ხალხს ვიჭერდით. პარლამენტის რამდენიმე წევრი დავიჭირეთ. კორუფციაზე ვიჭერდით. ეხლა მიდივართ ჯერ ყვარელს გავიაროთ, უცებ შევხედოთ რა ხდება. და მე გავაკეთავდეთ ჩემთან ვენახში. აი ეხლა ეს საოცრება, ეხლა როდის მე უნდა წარმოიდგინე რომ აი ესეთი ლამაზი სილამაზე იქნებოდა ყვარელის ცენტრში, აი ეს იუსტიციის სახლი როგორც გააკეთებია. აქ მე მგონი გადამზადების იუსტიციის მოხელეთა გადამზადების ცენტრიც გააკეთეთ, ხო? ხო და მინდა შევხედო ამას რა ხდება ცენტრში. არის ხალხი და არავინ არ არის, დაცვის სამსახურია მაგრამ არავინ არ არის. ეს ამის გაკეთება მაინც მოვასწარით, მაგრამ დახურეს. ეს არის ყველაზე თანამედროვე შენობა საქართველოში. და ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენი პროკურორები გადამზადებული იყო, მოსამართლეები გადამზადებული იყო, იუსტიციის სახლის თანამშრომლები გადამზადებული იყვნენ და სემინარები ჩატარებული იყო და თან ყოფილიყო სასტუმრო ტურიზმის შემოსავალი, იმიტომ რომ პროდუქცია ხონდა გაკეთოს ხალხმა. ეს ხო მთავრობის აგარაკი არ ყოფილა, იყო ხალხისთვისაც და იყო ჩვეულებრივი თანამშრომლების, რიგითი თანამშრომლების მომზადების ცენტრია. ეს რო ლაპარაკობენ რომ აგარაკებს იშენებდა პრეზიდენტი, აი ამას ვიშენებ. ძროხები შემოსულან უკვე. აღარ არიან ტურისტები და მოსამართლეები და ძროხები არიან შემოსული. მაგრამ იცით სულ რა კითხვას ვავთ? ნაი, ვისთვის აკეთებს?
ხალხი შეგნი ვერ შევა ძვირია. ბაბა, ჯერეთი ხალხის დონეც იზრდება, ხო, განვითარებასთან ერთად და ხალხისაც მეტი შემოსავლები გაუჩნდებოდა, რომ აქ შემოსულიყო. აბა, თუ არაფერი არ ვითარდება, შემოსავლები საიდანაც მოვიდეს. ნავთობი და გაზი ჩვენ არ აქვს, ხო? საიდანაც ფული ხომ და მოვიტანოთ. ხა, პრეზიდენტის ხელფასი ერთად არ გეხარჯება, ხო, იმიტომ რომ არის ყველგან ბევრი რაღაც არის უფასო გადაადგილება, კვება რაღაცა, ამიტომ ეხარჯება მარტო ცოტა დასაცმელზე და დანარჩენი დახარჯეს სახს. სახს რო უყურებს, სულ არის მზის ბატარეები და ამიტომ ყველაფერი ნათდება მზის ბატარეებით. სახლი თქვენი პროექტია? ჩემ პროექტი არ არის, მაგრამ იმ სტილშია რაც მე მინდა, ხა სულ შიგნით არის 60 კვადრატული მეტრი და ეს არის ყველაზე მაგარი ხედი მსოფლიოში. ნუ ერთ-ერთი. კარალიოკის გაკრეფა ვერ მოასწარით, იმიტომ რომ არჩევნების შემდეგ იშვიათ ჩამოწვა რა თქმა უნდა. აგორი, იმიტყებს. აჰა. დავიწყე შენი დაჩაგვლა. აქ შეგიძლია ჩაკეტო ისე თუ სადმე ვინმე შემოგაგტო რომელიმე ჩემიანი. თქვენ ხარ გავხართ ახლა ჩაკეტილს. რა გაგებით ჩაკეტ? პოლიტიკურად. არა, მე ხა პირიქით გზნობ ახალ ენერგიას, სამბერ ენერგიას გზნობ, იმიტომ რომ რაღაც ვარიანტში დაბრუნდა 2002 წელი, დაბრუნდა ის ხალხი, ვისაც ჩვენ მაშინ ვებრძოდით, დაბრუნდა ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის ხმით, მაგრამ ქართულ ხალხს სხვა мотиваცია ჰქონდა, დარწმუნებული არ ჰქონდა мотиваცია, რომ ესენი უკან დაბრუნებულიყო, დაბრუნდნენ. ძალიან ბევრი ტყუილ მართალი დადის თქვენი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობაზე. მართლა პირადი წყენა იყო, რამე მოხდა თქვენ შორის? არა, ნამდვილად არ პირად მოხდა. ანუ ის მითები, რომ თქვენ თხოვეთ რაღაც ბათუმი ქობულეთის შემოვლით გზის მშენებლობა და ხმაურიანი დიალოგი მოგივიდათ ერთმანეთში, ტყუილია? არასდროს არ გუჩხუბია. უბრალოდ ესე მოხდა, რომ ალბათ რაღაც ფაქტორების გამო რომ პოლიტიკას უკავშირდა მაშინ, მაგრამ მე არ ვიცი ისა, მან შეწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა, შეწყვიტა ხა არც არასდროს პრობლემები არ შევხვდია მისთვის. ყოველთვის ჩვენი იყო ერთი мотиваცია, რომ ძალა არის ერთობაში. და მე ვამაყობდი იმით, რომ შევქმნე რაღაც ჯგუფი, მცირე გამონაკლისებით ყველა იყო, ვიღაცები გახდნენ, გამოხდნენ, მაგრამ ძირითადად რომ აი მართიანობის განცდა რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყიდეთ. რაღაც მომენტში ხო არ გაზარალად კიდეც ამ მაგალითად თქვენ ყოფილხართ ძალიან გაბრაზებული გარკვეულ სუბიექტებზე და მაინც არ გაწირეთ და ამან დაგაზარალათ. კი, რა თქმა უნდა, ყოფილა რომ ყოველთვის მეორე შანსი უნდა მიცი ადამიანს, მესამე. ნუ ახლა გირგვლიანის მომენტში მაგალითად რამდენიმე იყო ესეთი მომენტი, მარტო გირგვლიანი არ იყო. ბოლო წლების განმავლობაში, როცა ნუ აი აშკარად ცუდ რაღაცასთან მქონდა საქმე. ეს იყო ერთ-ერთი ყველა ძიება ბუნებრივია. მე ესე იგი გირგვლიანის ისტორია გავიგე უცხოეთში ვიყავი მიუნხენში. აი მეორე დღიდან რო ჩამოვედი დაურეკე შინაგან საქმეთა მინისტრ ქალაქის პოლიციის უფროსსაც, მეც იყო მაშინ თუ ვინც აგებდა პასუხს და უთხარ რომ სასტრაფოდ იპოვეთ. იმიტომ ტელევიზორში ჩანდა, ნახე რომ გირგვლიანის ბაბუა გამოვიდა და თქვა რომ ჩვენ იმედი გვაქვს სახელმწიფოს რომ გამოიძიებს რაღაც ადამიანებს ესეთ რაღაც ამბობს. თან ჭორება დაიწყო სიარული და ტრაგედია იყო ნამდვილად გირგვლიანის ტრაგედია იყო დედამისის ტრაგედია იყო რობაქიძის ისტორია მართალი გითხრათ მაშინ მე მაინდა-მაინც კარგად სამწუხაროდ არ ვიცოდი და ეხაც ბოლომდე არ ვიცი რა მოხდა ამიტომ ვინც იყო იქ ყველაზე გამოიძიეს ესე არ არის რომ აი ხა იძახე რომ ესეც იყო რასაც თქვენ მეკითხებით რა ყველაზე გამოიძიეს არც ახლა ეს არავინ არ დაფარებდა ხელს ნახდათ ყველაზე გამოიძიეთ რაც მე ვიცოდი ყოველ შემთხვევაში რა ინფორმაციას მე მიმწვდებოდა ხელი უბრალოდ მე სხვა რაღაცა მოხდა ამ თემამ ისეთი პოლიტიკური ელფერი შეიძინა ისეთი იმდენად ეს თემა დატრიალდა მათ შორის შაგნებულად და პოლიტიკური მიზნებისთვის რომ უკვე ყველაფერი გახდა პოლიტიკური. დავინახე რომ იმათაც აღარ აინტერესებდათ ამ კონკრეტული ადამიანის ბედი, მისი დედამისის ბედი, რომელიც გარდაიცვალა, გადაყვან ყველაფერს აღარ აინტერესებდა. სხვა რაღაცა ხდებოდა. და ერთმა კითხვა ეხლა რომ ესე რო არ დაეხოცა თუ ვერ მოვიდოდ თანხმობაში და ეს არ არის კარგი. საერთოდ ამ მეთოდებით რამის მიღწევა კატასტროფა. თუმცა რა თქმა უნდა, ხო, ჩემთვის ეს ძიმე მომენტებია ყველა. ერთი ყველასგან იხლება და ამ თავრობისგან ალბათ ჩემგანაც ხალხი რაღაც პერიოდში დაიღალა და ეს ბუნებრივია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ შეიძლება დაიღალოს და მე შეიძლება ისე მოგენატროს. ან თქვენ ხალხზე არ ახართ გაბრაზებული. მე ფიქრობ თავარი ფაქტორი იყო მოუთმენლობა. მეტი გვინდა ყოველთვის უფრო ჩქარა. მე ვარ ყველაზე მოუთმენელი, ამიტომ ყველაზე კარგად მესმის ქართველი ხალხს. შეიძლება იყოს მისი мотиваცია. მეც ქართველი ვარ და მეც მაქვს ესეთი ხასიათი. ამიტომ ყველაფერი მინდა ჩქარა დღეს გადაუდებლად და
მე რო ყოფილიყავი საშუალო სტატისტიკურად, რო აი პოლიტიკაში რო ყოფილიყავი რაღაც სხვა გამოცდილება რო მქონდა, მე ცოტა დაფიქრებოდი, რომ მოიცა. მეცა შანსი რა. დასაპირე. როგორ უნდა? არაფერს ვით დავჭერე, ხო ხედავთ, ერთი ვენახი გავაშენე და ამიტომ აკვაპირებ ცხოვრებას, ამ ველას ხო უნდა პატრონობა და მეორე საერთოდ არაფერი ვიქნები აქტიურ პოლიტიკაში. თორემ მე სხვა საქმის კეთება არ ვიცი, ბიზნესმენი არ გამომდის. არქიტექტურა გამომდიოდა, მაგრამ ქვეყანაში თუ არაფერი არ აშენდა, არ მქონია რომ ჩემი არქიტექტურა ვინმეს მომდეს. ვენახს რო არ მოვარო, ხო? შემოვარდება მართლა ვინმე და ხამშეჭავ ვენახი ამაზე ნათქო. აქ იყო ესეთი გაუკვალავე ბუჩქნარი. გავახალ ვენახს. რა პატარებია ნარგავები და ესენი არის, ესე იგი, ეხლა ექსპერიმენტირებ კისი, შარდონე და შემდეგ იქნება ესე იგი კაბერნე სავინიონი და მერლო. ნუ ახლა ამას ჭირდება რამდენიმე წელი რომ საბოლოოდ კარგ ფორმაში იყოს, მაგრამ მომოვლის იმედს არ ვკარგავთ ესე რა ხან ვენახს ვაშილებ ესე ყველაფერი კარგად იქნება. აი როგორც ეს პატარა ნარგავის სახელმწიფოს გაზდასაც უნდა დრო. რამდენიმე წელიწად ოღონდ და მე მოვლა. თუ არ მოვა